ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთი პოლიტიკური მოლაპარაკებების მთავარი ეპიცენტრი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მასპინძლობით დიპლომატიის ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუყარა თავი. მიზანი სახელმწიფოთა კოორდინირებული მოქმედება და გრძელვადიანი მშვიდობის განმტკიცებისთვის ქვეყნებს შორის დიალოგის აუცილებლობაა. პანელური დისკუსიები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრები თურქეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ღონისძიება, რომელსაც 6,000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ გამოიყენა. ხაზი გაისვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას და როლს სამხრეთ კავკასიის მშვიდობასა და შუა დერეფნის კონცეფციაში. მირიან გორგოძე მუშაობს ანტალიაში, ის უერთდება ახლა მკურიერი პიესს. მირიან, საღამო მშვიდობისა, როგორია შედეგები და გზავნილები, რომლითაც ქართული დელეგაცია თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება? საღამო მშვიდობის, როგორც ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობა და შედეგები არის საქართველოსთვის საკმაოდ პროდუქტიული და პოზიტიური. ჩვენ შეგვიძლია ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ დიპლომატიური ფორუმი, რომელსაც ანტალია უმასპინძლა, გაიმართა აქ და დიპლომატიური ფორუმის სახელწოდება იყო დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში, ანტალიაში, აქ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მონაწილეები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ემსჯელათ თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, დიპლომატიის როლსა და პრინციპებზე, ასევე კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებზე და დაესახათ ზოგადად მედიაციის სტრატეგიები. სხვა ლიდერების მსგავსად ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც დაესწრო დიპლომატიის ფორუმის გახსნის ღონისძიებას 11 აპრილს და ამის შემდეგ უკვე აქტიურად ჩაერთო ფორუმის დღის წესრიგით გაწერილ ღონისძიებებში. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ ფორუმის გახსნის დღეს მიიღო მონაწილეობა საკმაოდ საინტერესო დისკუსიაში, სადაც სხვა მონაწილეებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე იმსჯელა და ისაუბრა ზოგადად ფორუმის მთავარ განსახილველ საკითხთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს დიპლომატიის როლი და დიპლომატიის როლისა და სტატუსის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა მან ყურადღება. დისკუსიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დიპლომატიის ძალზე საუბრისას აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ომიანობისა და მშვიდობიანობის პერიოდი, რადგან ამ ორ ვითარებაში დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს. პრემიერ-მინისტრის სიტყვებით და მისივე შეფასებით, სამწუხაროდ ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა ომის პერიოდში, როდესაც დიპლომატია არის შედარებით სუსტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე საკუთარი სიტყვით გამოსვლისას პანელურ დისკუსიაში გაიხსენა 2022 წლის თებერვალი და განაცხადა, რომ ამ დროს საქართველოს პირდაპირ მოთხოვეს რუსეთსა და უკრაინას შორის საომარ მოქმედებებში ჩართვა და ეს პოლიტიკური წნეხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით იყო საკმაოდ მძიმე, როდესაც საჭირო გახდა ინტენსიური ბრძოლა ქვეყნის ინტერესების გადასარჩენად და ირაკლი კობახიძის სიტყვებით ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა დიპლომატიის გარეშე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამწუხაროდ ეს საფრთხეები დღესდღეობით არსად გამქრალა, რადგან დღემდე ქვეყნის მშვიდობისთვის ბრძოლაზე აქცენტირება არის საჭირო, ვიდრე ეს ენერგია და შესაძლებლობები მიემართოს მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გამოყენებას. თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ, რომ დიპლომატიის ძალამ კვლავ გაიმარჯვოს, რადგან ირაკლი კობახიძის სიტყვებით, სწორედ დიპლომატია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო ყოველთვის თამაშობდა ძალიან პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახალისებული. ამ მომენტის დადგომას ველით და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები ამ მიმართულებით პოზიტიურად განვითარდება. განვითარებისთვის ქვეყნებს შორის და ქვეყნებში სწორი
ურთიერთობებისთვის მშვიდობა გადამწყვეტია. Შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგმართეს. პოლიტიკური წინეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. Შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩიბიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს. ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგადად დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე, ან თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის პარტნიორული კავშირის გაღრმავებაზე, რა თქმა უნდა, არ არსებობს უკეთესი ადგილი და სივრცე ამაზე სასაუბროთ, ვიდრე დიპლომატიური ფორუმია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად, პოზიტიურად და აქტიურად გამოიყენა შესაძლებლობა დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობისა და მან გამართა ძალიან მაღალი დონის და პროდუქტიული ორმხრივი შეხვედრები. მაგალითად, დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ჩვენი ტელემაყურებლისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი იმ სტრატეგიული თანამშრომლობის და ასევე საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი და რეგიონული პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველო და აზერბაიჯანი და ეს პროექტები, რა თქმა უნდა, არის სარგებლის მონტანი არა მხოლოდ კონკრეტულად ორი ქვეყნისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს და ამ შეხვედრის მიმდინარეობისას ირაკლი ყობახიძემ მიაწოდა ალენ ბერსეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ამავე დროს ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელსაც ქვეყანა ხვდება ევროინტეგრაციის გზაზე. ამავე დროს შეხვედრის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს მხრიდან, რომ ევროპის საბჭოსთან გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი და სწორედ კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ. მას შემდეგ, რაც დაასრულა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მას გავსაუბრებოდით და ალენ ბერსემ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს როლი არა მარტო კავშირზე ყოფნა საქართველოსთან, არამედ ამ კავშირების კიდევ უფრო გაუმჯობესება და გენერალური მდივნის სიტყვებით, ასევე ევროსაბჭოს მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და მომავალში გაგრძელება. ფორუმის ფარგლებში ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ყობახიძე შეხვდა უნგრელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და კიდევ ერთხელ ამ შეხვედრაზე ხაზი გაისვა უნგრეთის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ირაკლი ყობახიძე ასევე შეხვდა ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც იყო ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი და ბუნებრივია ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მართალია ურთიერთობები საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პოტენციალი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს. ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიდან პოლიტიკოსებს, წარმომადგენლებს კონკრეტული ქვეყნებიდან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მოვისმინეთ განსაკუთრებით
განცხადებები, რა დროსაც უცხოელი დიპლომატები აკრიტიკებენ ევროპულ სტრუქტურებს საქართველოსადმი მიდგომის მიმართულებით. მაგალითად, ასე მოხდა, როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ მევლუდ ჩავუშოხის, რომელიც გახლდათ თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად ის არის თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელმაც გააკრიტიკა ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და თქვა, რომ ეს ევროპული სტრუქტურები საქართველოს არასათანადოდ ეთყრობიან და მსგავსი პოზიცია გაახმოვანა ჩვენთან საუბრისას ასევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიატომ, რომელმაც თქვა, რომ ზოგადად ოფიციალური ბრიუსელი ორმაგ სტანდარტს იყენებს საქართველოსადმი მიდგომებში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები, ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს ვუჭერდით. საერთაშორისო ორგანიზაციებში კი საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერდნენ მხარს სხვადასხვა პლატფორმაზე. სწორედ ამით ვარ მე დაკავებული ახლაც, თურქული დელეგაციის მეთაურის რანგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სამწუხაროდ ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობა. მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ. კაფიოდ წინააღმდეგი ვართ ბრიუსელის ქცევის, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ავლენს. ჩვენ გვინდა ევროკავშირმა უზრუნველყოს თამაშის თანაბარი წესები და არ გამოიყენოს ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ბრიუსელი თვლის, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებზე კონსერვატიული მთავრობა იმარჯვებს. მხოლოდ ლიბერალების გამარჯვება განიხილება დემოკრატიულად. ეს ცუდია. ჩვენ ვეცდებით გავლენა მოვახდინოთ ამ საფრთხეებზე, რომ ეს გამოსწორდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად საერთაშორისო პოლიტიკას შეუძლია დაუბრუნდეს ურთიერთპატივისცემის ბაზისებს. მე ვფიქრობ, ზედმეტად ბევრი იყო ის, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ და ბრიუსელმა ერთობლივად გააკეთეს შიდა საქმეებში ჩარევისა და ზეწოლის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ასევე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მაგალითად მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ფორუმის ფარგლებში ხორვატიის, ქუვეითის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ასევე მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები გაიმართა ეუთოს გენერალურ მდივანთან და ამავე დროს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ბისეკის გენერალურ მდივანთან. ბუნებრივად ჩვენ პირდაპირ ჩართვის ფორმატში ვერ ვისაუბრებთ ამ კონკრეტული შეხვედრების დროს განხილულ საკითხების სრულ ჩამონათვალზე, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ პრიორიტეტული საკითხები, რადგან ზოგადად ამ მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველო იყენებს კონკრეტულ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სასაუბროთ და ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატები ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს, პოლიტიკოსებს მიეწოდოს ინფორმაცია უწყების პირველი პირისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრემიერ-მინისტრის მსგავსად ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იმ პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბრობდნენ სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზებთან მიმართებაში იყო საუბარი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, სადაც მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია არის პრიორიტეტი და საქართველო გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეგიონში დიალოგი და თანამშრომლობა. საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მისი სრულად რეალიზაციისთვის გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამიტომ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჯერა რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე აღსანიშნავია ტრადიციულად გამორჩეული ურთიერთობები საქართველოს ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთან ჩვენ 10 წლეულების განმავლობაში შევინარჩუნეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძვლად
საშუალოდ უდევს მეგობრობა და მტკიცე თანამშრომლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი შენაძენი ჩვენი რეგიონისთვის. ანალოგიურად სომხეთთან ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც ახლახან სტრატეგიულ პარტნიორობამდე საფეხურზე ავიდა. ჩვენ თანამშრომლობდით ყველა მეზობელთან რუსეთის ფედერაციის გარდა, რასაც თავისი მიზეზი აქვს. საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ორ რეგიონში დღემდე უკანონოდ განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მხოლოდ ერთი ფორმატი გვაქვს. ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას გვაძლევს. ანტალიის დიპლომატიური ფორუმი უკვე დასრულებულია და კურიერის გადამღებ ჯგუფს მე და ჩემს ოპერატორს რევას დიდბერაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა და დავესწარით იმ დიპლომატიურ ფორუმს, რომელსაც ანტალიამ უკვე მეოთხედ უმასპინძლა. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა თურქეთიდან კურიერ პიესის პირდაპირ ეთერში.